როგორ შეაგდეს როზინა ღუმელში. ერთ ღარიბ ღატაკ კაცს ცოლი მოუკვდა და ობლად დარჩა მშვენიერი პატარა გოგო როზინა. კაცი დილიდან დაღამებამდე შრომობდა, წელებზე ფეხს იდგამდა. პატარა როზინას კი მომვლელი არ ჰყავდა და მთელი დღე უპატრონო დეგდო. იფიქრა კაცმა, როდემდეს ვიყო ასე, ჩემს როზინას მომვლელი ხომ უნდაო. ადგა და ქალი შეირთო. მეორე ცოლსაც გოგო გაუჩნდა და ასუნტა დაარქვეს. ასუნტა გონჯი იყო. როზინას შეხედვას კი არაფერი ჯობდა. წამოიზარდნენ გოგონები, სკოლაში ერთად დადიოდნენ, ერთად თამაშობდნენ, მაგრამ ასუნტა სულ გაკაპასებული ბრუნდებოდა შინ. დედა! უთხრა ერთხელ ასუნტამ დედას. ჩემს დღეში აღარ ვითამაშებ როზინასთან. ვინც კი დაგვინახავს, ყველა მაგას ეფერება და აკებს. ლამაზიც ეგ არის, ლოყაწითელაც, ალერსიანიც. მე კი მეუბნებიან მუგუზელს გავხარო. მერე რა შვილო, რა დიდი უბედურება ეგ არის, შავგვრემანი თუ ხარ და თმაც შავი გაქვს. მე მგავხარ, სწორედ მაგაშია შენი სილამაზე. დაამშვიდა დედამ. როგორც გინდა ისე იფიქრე. მე კი როზინასთან არსად წამსვლელი აღარა ვარ. არ ცხრებოდა ასუნტა. ქალს მზედა მთვარე თავის ასუნტაზე ამოსდიოდა. ხედავდა, როგორ იტანჯებოდა, შურით სკდებოდა მისი შვილი და ერთხელ ჰკითხა. რა გიყო შვილო, რით გიშველო? გაგზავნე როზინა ძროხების სამწყემსავად. გაატანე ერთი გირვანქა ფთილა და უბძანე, შინ დაბრუნებამდე დაართას. თუ ნარდს არ მოიტანს, ან ძროხებს მაძღრებს არ მორეკავს, მაგრად მიტყებე. დღეს მიტყებ, ხვალ მიტყებ, იტირებს და შნოს და ლაზაც დაკარგავს. არ უნდოდა ქალს ამის გაკეთება, მაგრამ მაინც დაუთმო შვილს. დაუძახა როზინას და უთხრა. დღეის იქით ასუნტას გვერდით გავლა აღარ გაბედო. ძროხებს წაასხამ საბალახოდ, ბალახსაც მოთიბავ და ყოველდღე გირვანქა ფთილასაც დაართა. თუ საღამომდე ნართი მზად არ გექნება, ან ძროხებს მაძღარს არ მორეკავ, შავ დღეს დაგაყრი. ხომ იცი, რასაც გეტყვი, ავასრულებ კიდეც. როზინა ასეთ ბრძანებებს ჩვეული არ იყო და გაოცებისაგან ხმა ჩაუწოდა. დედინაცვალმა ჯოხს წამოავლო ხელი. როზინა ბედს დაემორჩილა. აიღო ფთილით სავსე კალათი, გაირეკა ძროხები და წავიდა. ფურილებო, ჩემო ფურილებო, რა ვქნა, როგორ მოვთიბო თქვენთვის ბალახი, როცა მატყლი და სართავი მაქვს. ნეტა ვინმე ღვთისმიერი გამოჩნდეს და საქმეში შემეშველოს. დაიჩივლა როზინამ. ბებერმა ძროხამ თავი მოაბრუნა როზინასკენ. დარდი ნუ გაქვს როზინა, წადი, ბალახი მოთიბე. ჩვენ კი მატყლს დავართავთ და ძაფსაც ამოვახვევთ. ოღონდ სანამ წახვალ, ასე თქვი. ჩემო ძროხავ, გეტყვი ქებით, ეს პატარა მატყლის ფთილა შენი რქებით, კოხტა რქებით, დაახვიე, კარგად, ფრთხილად. საღამომდე როზინამ იმდენი ბალახი მოთიბა, რომ ძროხებიც დააძღო და ერთი ხორომი ბალახიც თან წაიღო. მირეკა ძროხები, დააბინავა ბოსელში. ბალახის ხორომი თავზე ედო, ძაფის გორგალი ხელში ეჭირა. ეს რომ დაინახა ასუნტამ, მოღმით კინაღამ დაიხრჯო. გაკაპასებული მივარდა დედას და უთხრა. ხვალ ისევ გაგზავნე როზინა სამწყემსავად და ორი იმდენი მატყლი გაატანე. თუ საღამომდე ნართი მზად არ ექნება, ან ძროხებს მაძღრებს არ მორეკავს, გვერდები აუჭრელე. გაირეკა დილით ძროხები როზინამ, გაიყვანა მინდორზე და თქვა. ჩემო ძროხავ, გეტყვი ქებით, ეს პატარა მატყლის ფთილა, შენი რქებით, კოხტა რქებით დაახვიე კარგად ფრთხილად. საღამოს ძროხებიც მაძღარი მირეკა შინ. ორი გირვანქა ნართიც მზად ჰქონდა და ერთი ხორომი ბალახიც მიიტანა. ასუნტას მკვდრისფერი დაედო ამის დანახვაზე. მივარდა როზინას და ჰკითხა. ერთ დღეში ამდენი საქმის გაკეთებას როგორ ახერხებ? ქვეყნად ბევრს აქვს კეთილი გული. ჩემი ძროხები მეხმარებიან. მიუგო როზინამ. ასუნტამ დედასთან მიირბინა და სთხოვა. ხვალ როზინას ნუღარ გაგზავნი სამწყემსავად. შინ დატოვე ოჯახის საქმეს მიხედოს. მე კი ძროხებს წავასხამ საბალახოდ. მეც მომეცი დასართავად მატყლი. კარგი. უთხრა დედამ. ადგა დილით ასუნტა, გაირეკა ძროხები. მიდიოდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, უტყლაშუნებდა ძროხებს სახრეს. მიადგნენ თუ არა მინდორს, წამოაცვა რქებზე ფთილები. ძროხები არ გაიმძიმნენ. გაბრას და ასუნტა დაჰკივლა ძროხებს. რას გაშეშებულ ხარ, დართვა არ გინდათ? დაუშინა და დაუშინა სახრე. გამწარებული ძროხები თავს აქნევდნენ და სულ ერთიანად აუბურდეს მატყლი.
ასუნტას როზინას ჭავრი არ ასვენებდა, ერთ საღამოს დედას უთხრა. დედა, ისე მომინდა ბოლოკი, ისე, რომ სული მიმდის. გადავიდეს როზინა მეზობლის ბოსტანში და ბოლოკი ამოგლიჯოს. შვილისთვის რომ ესე ამოვნებინა, ქალმა როზინას უბრძანა, გადადი მეზობლის ბოსტანში და ამოგლიჯე ბოლოკიო. რას ბრძანებთ? სხვის ბოსტანში როგორ გადავიპარო? გინდათ ვიქურდო? ასეთი რამე ჩემს დღეში არ მიქნია. მეზობელმა რომ დაინახოს, ღამე მის ბოსტანში ვიღაც გადაიპარა, თოფს ესვრის. ასუნტასაც ესუნთოდა. ის მბრძანებლობდა შინ და როზინას უთხრა. ახლავე წადი, თორემ ჯოხით ზურგს აგიჭრელებ. წავიდა როზინა, სიბნელეში გადაძვრა ღობეზე და სხვის ბოსტანში შეიპარა, მაგრამ ბოლოკის ნაცვლად თალგამს მოეჭიდა. მოსწია ერთხელ, მოსწია მეორედ და ძლივს ამოგლიჯა. მოუსვა თალგამს ხელი და რაღაც ცოცხალი მოხვდა. დახედა თალგამის ძირში თურმე გომბეშოები არ ბუდობენ? ძირში 5 პაწია გომბეშო იჯდა. ვაი, რა პაწიები ხართ? მიუალერსა როზინა. ჩაისხა წინ საფარში, მაგრამ საუბედუროდ ერთი გომბეშო ხელიდან გაუსხლტა და თათი მოიტეხა. მაპატიე პატარავ, უნებურად მომივიდა. უთხრა როზინამ. 4 გომბეშოს როზინა ძალიან მოეწონა და უთხრეს. ასეთი კარგი დასაყვარელი რომ ხარ, გვინდა დაგასაჩუქროთ. ისე გაგალამაზებთ, რომ მზესავით იბრძღინებ. შენი ბადალი ქვეყნად არ იქნება. ფეხმოტეხილმა გომბეშომ კი ჩაიბუზღუნა. როგორ არა, თქვენმა მზე ძალიან საყვარელი გოგოა. მაგის მიზეზით დამკოჭრდი. როგორც კი მზის სხივი მოხვდება, გველად იქცეს და გველადვე დარჩეს, ვიდრე აგუზგუზებულ ღუმელში არ შეაგდებს ვინმე. წავიდა როზინა შინ. უხაროდა კიდეც და გულიც სტკიოდა. შევიდა თუ არა სახლში, ისეთი შუქი მოჰფინა, ისეთი შუქი, რომ დღესავით გაანათა იქაურობა. შეხედეს დედინაცვალმა და ასუნტამ და სახტად დარჩნენ. ორივეს თვალი მოსჭრა როზინას სილამაზემ. როზინამ უამბო რაც შეემთხვა მეზობლის ბოსტანში. უდანაშაულო ვარ, გარეთ ნუ გამგზავნი, თორემ გველად გადავიქცევი. შეევედრა დედინაცვალს. მას მერე როზინა მარტო საღამოობით ან ღრუბლიან დღეს გამოდიოდა გარეთ. სულ ჩრდილში იჯდა ფანჯარასთან, ქსოვდა და მღეროდა. ფანჯრიდან მისი შუქი შორს იჭრებოდა. ერთხელ მათ სახლთან უფლისწულმა ჩაიარა. უცებ კაშკაშა შუქმა თვალი მოსჭრა ჭაბუკს. ასწია თავი და ფანჯარასთან მჯდარი როზინა დაინახა. გლეხის ქოხში ასეთ მზეთ უნახავს რა უნდაო, გაიფიქრა და როზინას ქოხის კარი შეაღო. გაიცნეს ერთმანეთი როზინამ და უფლისწულმა. როზინამ თავისი ამბავი უამბოდა, არც ის დაუმალა თუ როგორ დასწყევლა პაწია გომბეშომ. რაც იქნება, იქნეს. შეუძლებელია შენის თანამზეთ უნახავის ამ ქოხში ცხოვრება. ჩემი ცოლი გახდები, როზინა. თქვი და შევასრულებ კიდეც. უთხრა უფლისწულმა. ამ დროს როზინას დედინაცვალი ჩაერია ლაპარაკში. ფრთხილად იყავით თქვენო ბრწყინვალებავ, თორემ უბედურებას გადაეყრებით. ხომ გითხრათ როზინამ რაც მოელის, ერთი თუ მოხვდა მზის სხივი, მაშინვე გველად გადაიქცევა. ეს უკვე ჩემი საქმეა. ხედავ, ეს გოგონა მაინც და მაინც არ გიყვართ. ამიტომ ახლავე მოამზადეთ სასახლეში გასამგზავრებლად. გზაში მზის სხივი რომ არ მოხდეს, დახურულ კარეტას გამოგზავნი. არც თქვენ დაგტოვებთ უყურადღებოდ. აბა, შეასრულეთ რაც გიბრძანეთ. შვიდობით. თქვა უფლისწულმა და გავიდა. ასუნტამ და დედამისმა უფლისწულის შიშით ვერაფერი ავნეს როზინას. რისხვა გულში ჩაიგუბეს და მისი გამგზავრების სამზადისს შეუდგნენ. მალე კარეტაც მოგრიალდა. ძველი დახურული კარეტა. მხოლოდ თავზე ჰქონდა პატარა საჭვრეტელი. ეტლის საფეხურზე ეგერი იდგა, ფრთიანი ქუდი ეხურა და დაშნა ეკიდა. როზინა კარეტაში ჩაჯდა. დედინაცვალმა კი გვერდზე გაიხმო ეგერი და სთხოვა. კეთილო კაცო, თუ გინდა საჩუქრად 10 პაოლი მიიღო, მზე კარგად რომ ამოიწვერება, კარეტის საჭვრეტი გააღე. მერე დედინაცვალი გვერდით მიუჯდა როზინას და უთხრა, სასახლემდე მიგაცილებო. დაიძრა კარეტა. შუა დღისას მზეზეთ თავზე რომ დაადგა კარეტას, ეგერმა საჭვრეტელი გააღო. გააღო თუ არა საჭვრეტელი, მზის სხივი როზინას დაეცა და მაშინვე გველად აქცია. გველი სისინით გაძვრა კარეტიდან და ტყეში შესრიალდა. უფლისწული შეეგება კარეტას. გააღო კარი, მაგრამ როზინა არსად იყო. რომ გაიგო რაც შეემთხვა ატირდა.
კინაღამ მოკლა როზინას დედინაცვალი. შემოეხვნენ ჯარისკაცები ამშვიდებდნენ. რა სიზამ, ასეთი იღვალი ქონია როზინას, დღეს თუ არა ხვალ მაინც ეს ბოლო ელოდაო, მაგრამ ვერავითარი დარიგებითა და დაყვავებით ვერ დაამშვიდეს. უფლისწული მართალი აღარ ტიროდა, მაგრამ ძალიან გულმოკლული და დაღვრემილი იყო. მზარეულებს უკვე საქორწილო ვახშამი მოემზადებინათ. გამოეცხოთ, შეეწვათ, მოეხარშათ, სტუმრებმაც მოიყარეს თავი, ყველამ გაიგო როზინას ამბავი და თქვეს, რა კი შევიკრიბეთ, შორიგზიდან მოვსულ ვართ, დავსხდეთ და საჭმელი ვჭამოთო. მზარეულებს უბრძანეთ, კერძი შეათბეთ და სუფრა გაშალეთო. ამ დროს მსახურმა ტყიდან ფიჩხის კონა მოიტანა. მზარეულმა ასწია ფიჩხის კონა და ღუმელში შეაგდო. შეაგდო და მაშინვე დაინახა, რომ ფიჩხის კონაში გველი შემძვრალიყო. ფიჩხი უკვე აბრიალდა, უკვე ვეღარ გამოიღებდა. იდგა მზარეული და უყურებდა, აბა როგორ დაიწვება გველიო. უცებ ღუმლიდან ულამაზესი ვარსკვლავივით ქალი გამოხდა. მზარეულს ჯერ ხმა ჩაუწყდა, მერე რაც ძალი დაღონე ჰქონდა აღრიალდა. არიქა, ხალხო, ჩქარა აქ მოდით, ღუმლიდან ქალი გამოვარდა. მის ყვირილზე პირველი უფლისწული შევარდა სამზარეულოში, უკან კარისკაცები მიჰყვნენ. დაინახა უფლისწულმა თავისი როზინა და გადაეხვია. დაიწერეს ჯვარით და დიდებული ქორწილი გადაიხადეს. ცხოვრობდა როზინა ბედნიერად, ვიღა დაჩაგრავდა, ყველა თვალწარფში შესციცინებდა.